მოგესალმებით ჩვენო ძვირფასო მაყურებლებო. გადაცემა დარცი აჭარის ტელევიზიის ეთერში ისევ თქვენს ტელეეკრანებზეა. გადაცემა დარცი ისევ რჩება გასართობ შემეცნებით გადაცემად, სადაც საინტერესო ახალგაზრდები თავიანთ გამოცდილებას გვიზიარებენ. დარცი, როგორც უკვე იცით, ძალიან ბევრ ახალ საინტერესო იდეას და სიახლეს გიმზადებთ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან ევროპის ჩემპიონები კონტაქტურ კარატეში. თქვენის ნებართვით წავიკითხავ სახელგვარებს. ედგარ ზადურიანი, მალხაზ ქაჯაია, ლუკა მგელაძე და ედგარ აბგარიანი. წავედით გავიცნოთ ჩვენი ევროპის ჩემპიონები, სხვა კარატისტები და გავესაუბროთ წვრთნელს. წავუკრით. დავითმა გადავიდა ხო შენთან შეტევაზე ის გებრძოლება თავისი რაცა შენ არ მისცეს საშუალება რომ აყვე შენ გადი და გააკეთე შენი რაცა გასაგებია ჯიმე წავიზ აი ეს ჯიმე აი ეს გავიდა თავში და დავითი ამ ჩუი რატო აკეთებ ეს რატო გააკეთე აქ რასაც აკეთებ ის მოხდება იქ სხვა არაფერი არ მოხდება ჯიმე წავიდე კარგი იყო და თა. ოჩახ და ხელები აწიე. შენი ხო, შენი გააკეთე, ნუ ელოდები მას. შენ უნდა გააკეთო რაც შენ გინდა, ამას რაც უნდა უნდოდეს მას. დავით, შენ იგივე. შენ გააკეთე შენი საქმე, ამას ნუ აყვები. გიორგი, სიმძლავრე გააკეთე. ბევრი დიდი ხანი ელოდები. იო, ფეხები ნახე სადაა გაშლილი. ყურადღებით უნდა ხედავდე უნდა. მხოლოდ მუშაობა არა, თავარი ფიქრია, უნდა ფიქრობდე. ნახე ფეხები როგორ აქვს გახსნილი. ედო, ხელები აწიე თავთან, თავში გავადარტყმა. აი ესე გავიდა და ეხლა უნდა მიაყოლო. აი ეხლა არ უნდა მიცე საშუალება ამოსუნთქვის. აი ეხლა უნდა დააჯდე. აი გავიდა. აი ეხლა უნდა მიცე. აი ეხლა უნდა მოუმატო გაზი. გამარჯობა. ძალიან დიდი მადლობა რომ დრო დაგვითმეთ. ჯერ მაინტერესებს იაპონურად როგორ არის სწორი მისალმება უფრო ოს. უფრო თემატური რა იყოს. სანამ ჩვენი დღევანდელი გადაცემის მთავარ სტუმრებს გავესაუბრებოდე, მანამდე ყველას დაგისვამთ რამდენიმე კითხვას, რომ ნახოთ რამდენად კარგად იცით კარატის ისტორია. ვინ არის კიოკუშინკაი კარატის დამაარსებელი? მასუტა ცოიანი. სწორი პასუხია. შემდეგი კითხვა. შემდეგი კითხვა ასეთია: სად გამოიგონეს კარატე და რა გახდა მისი გამოგონების მიზეზი? კარატე გამოიგონეს იაპონიაში და ნიშნავს თვითონ თიშველი ხელი და გამოიგონეს რადგან დაიცვა თავისი თავი. სწორი პასუხია. ორი სწორი პასუხი. ორი სწორი პასუხი გვაქვს და ეხლა მესამე შეკითხვა. როგორ ითარგმნება იაპონურიდან ქართულ ენაზე კიოკუშინკაი? გზა სულიერი ჭეშმარიტებისკენ. სწორი პასუხია. ნამდვილად ცოდნიათ კარატის ისტორია. სანამ ჩემპიონებს გავესაუბრებით, რის გამოც დღეს აქ ვართ, მანამდე თქვენთან გავისაუბრებ და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო დიალოგი გველოდებათ. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე. თქვენ ხართ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი და აჭარის კონტაქტური და სპორტული კარატის ფედერაციის პრეზიდენტი. და რომ გითხრათ ამ შემთხვევაში ჩვენი ჩემპიონების მნიშვნელობაზე.
მადლობა იმისათვის, რომ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ჩვენი სპორტსმენები გააცნოთ საზოგადოებას და ჩვენ მადლობას გიხდით ამისათვის. რაც შეეხება სპორტსმენების წარმატებას, თითოეული წარმატება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა იყოს დაკავებული სპორტული სახეობებით, არ აქვს ამას მნიშვნელობა, რომელი კარატე იქნება ან რომელი სპორტის სხვა სახეობა. მთავარია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ხელი შეუწყოს და აი ამ ახალგაზრდა სპორტსმენების სახით ბევრი ადამიანი დასაქმდეს და სპორტით დაკავდნენ. აჭარის კონტაქტური და სპორტული კარატის ფედერაციაში რამდენი კლუბია და რამდენი სპორტსმენს აერთიანებს? წინა წლამდე აჭარის კონტაქტური კარატე ცალკე ფედერაცია იყო და ასევე იყო სპორტული კარატეს ფედერაცია. 2025 წლიდან ეს ფედერაციები გაერთიანდა. მე შეიძლება ზუსტი ციფრი ახლა ვერ გითხრათ, მაგრამ დაახლოებით 20-მდე კლუბი არის უკვე არსებული აჭარის მასშტაბით და დაახლოებით 700-800 სპორტსმენამდე არიან დასაქმებული ამ სპორტის სახეობაზე, ესე რომ ვთქვათ. ყველა კლუბს სხვადასხვა ლოკაციები აქვს, სხვადასხვა ადგილებში არის ეს კლუბები და ყველა საერთო რაც შეეხება შეჯიბრები იქნება ეს საქართველოს ჩემპიონატები თუ სხვა არის ნაკრები გუნდი გამოყოფილი რომელიც აჭარის ნაკრებს აერთიანებს და შემდეგ ისინი უკვე საქართველოს სახელით სხვადასხვა საერთაშორისო თუ მაღალი რანგის ტურნირებში ღებულებენ უკვე მონაწილეობას. და აქვე რომ გითხრათ, მაშინ ფედერაციის შემდგომ გეგმებზე თუ საიდუმლო არ არის? ფედერაციის გეგმებზე ძალიან დიდი გეგმები გვაქვს ჩვენ, რადგან შეიძლება ითქვას ჩვენ ახლა კონტაქტურ კარტაზე ვსაუბრობთ, კონტაქტურ კარტებს ძალიან დიდი მიღწევები აქვს. ჩვენ დაახლოებით 3 კვირაში მივემგზავრებით ტოკიოში, სადაც მონაწილეობას ვიღებთ მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ ტარდება და აქ მონაწილეობა ძალიან რთულია, რადგან მხოლოდ 4 წელიწადში ერთხელ არის და ლიცენზიებით თამაშდება. წინა წლის მხოლოდ ევროპის ჩემპიონს და პრიზიორებს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს. ყველაზე რთული რატომაც არის რომ არა მხოლოდ ქვეყანას წარადგენს სპორტსმენი, არამედ ევროპის კონტინენტიდან მხოლოდ 3 კაცი შეიძლება წონით კატეგორიაში შესაბამისად არა 35 და ევროპული 40 ქვეყანა ღებულობს მონაწილეობას, არამედ აი ამ 40 ქვეყნიდან მხოლოდ 3 ადამიანი. შესაბამისად, აქ მოხვედრა ძალიან რთულია. ჩვენ გვყავს 9 ლიცენზიატი მსოფლიოს კარატეს ისტორიაში საქართველოსთვის პირველი პრეცედენტია, როდესაც 9 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას ტოკიოში. ვემზადების ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. ეს არის უახლოესი რაც გვაქვს, თუმცა ამის გარდა ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები, იგივე ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი, რომელიც და უფროსი ასაკის, რომელიც ჩატარდება უკვე სექტემბრის თვეში და რაც შეეხება ახლა ახალ წარმატებას, ყველაზე ახალი ეს ერთი კვირის წინ საიდანაც დაუბრუნდით, სადაც 5 медали მოიპოვა აჭარის ფედერაციის წევრებმა. ეს არის ყველაზე ძირითადი მნიშვნელოვანი ღონისძიებები. თუმცა ამის გარდა არის ძალიან ბევრი საერთაშორისო ღონისძიებები, სადაც მონაწილეობას მიიღებს ჩვენი სპორტსმენები და ვიტყოდი, რომ აი ამ 1 იანვრიდან აი აქამდე დაახლოებით 5 ქვეყანაში ღებულობდა უკვე სპორტსმენები მონაწილეობას, ეს იყო შეკრებები და ესე შეჯიბრებები. ამიტომ ძალიან დატვირთული გრაფიკი გვაქვს და ძალიან ესე რომ ვთქვათ მრავალი ღონისძიებები გვაქვს ჩასმული. გამოყოფა მხოლოდ აი ამ სოფლიო ჩემპიონატის შემიძლია. პირველ რიგში წარმატებებს გისურვებთ ტოკიოში ამ სოფლიო ჩემპიონატზე და დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვებულები დაბრუნდებით. აი აქვე ვხედავთ ჯილდოებს და აი ამ ჯილდოებზე რომ მოგვიყვეთ, რა ჯილდოებია? იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი არის აქეთაც. რაც შეეხება აი აქეთ ახლა ის ლიტვის ქალაქ კლაიპედაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენმა 16 წლამდე სპორტსმენებმა და 20 წლამდე ახალგაზრდებმა შეძლეს და 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალის მოპოვება. ესენი არის ასე რომ ვთქვათ, აი ახალი, სულ ახალი. ხოლო იქით რაც არის ეს უკვე სხვადასხვა მაღალი რანგის ტურნირებიდან დაბრუნების შედეგად ჩამოვიტანეთ ეს არის ერთ-ერთი არის ვალენსიაში გამართული, მეორე პოლონეთის რომელიღაც ქალაქში არ მახსოვს და ევროპის აბსოლუტური ჩემპიონატის და ევროპის აბსოლუტური ფინალის სხვადასხვა წლებში, ასე რომ საკმაოდ ესე რომ ვთქვათ ეს დარბაზი განებივრებული არის მაღალი დონის ჩემპიონები. ჩვენ ამ დარბაზში უკვე 7 ევროპის ჩემპიონი გვყავს და იმედი მაქვს რომ ყოველ წელს გაიზრდება ამ დარბაზში, არა მარტო ამ დარბაზში, სხვადასხვა დარბაზებში და ჩემპიონები დაგვემატებიან კიდე. დღეს გავესაუბრებით ევროპის ჩემპიონებს და ძალიან დიდი პატივია ეს შემთთვის. არის თუ არა კარატე ფიზიკურთან ერთად გარკვეული სულიერი მდგომარეობაც? ვიტყოდი ესე რომ ფიზიკურთან ერთად არა, სულიერთან ერთად არის ფიზიკური მდგომარეობა, იმიტომ რომ ჩვენ პირველ რიგში ვცდილობთ რომ საკუთარ თავზე ვიმუშაოთ ფიზიკურად კი არა, არამედ სულიერად, მორალურად, მენტალურად გაიზარდონ სპორტსმენები და შემდეგ ამ ყველაფერს უკვე ფიზიკური სიძლიერე რა თქმა უნდა მოყვება.
ამიტომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის თუ თქვენ დააკვირდით ჩვენთან დარბაზში რომ შემოდიხართ, წარწერა სადაც წერია რომ დღეს დარბაზიდან უნდა გახვიდე, იმაზე უკეთესი ვიდრე გუშინ იყავი. ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენ ყოველ დღე უნდა ვეცადოთ და გავიზარდოთ არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ სულიერად მორალურად კარგი ადამიანები უნდა გავხდეთ და ყოველ დღე პატარა ნაბიჯი უნდა გავაკეთოთ, რადგან უკეთესი ადამიანი შექმნათ ჩვენ თავში და შესაბამისად ამას ვცდილობთ ჩვენს რომ ყოველ დღე ვიმუშაოთ საკუთარ თავში. მეტნაკლებად ვფიქრობ გამოგვდის, ზოგჯერ არ გამოგვდის, მაგრამ ზუსტად ეს არის ამოცანა ჩვენი რომ ვიმუშაოთ საკუთარ თავზე და უკეთესები გავხდეთ. ასე რომ ფიზიკა ჩვენთან ძალიან ბოლო ხარისხშია, უფრო მენტალურად ვფიქრობთ გავიზარდოთ, მორალურად, სულიერად და პატარა ასაკიდან ბავშვებს ეს ჩაუნერგოთ ჩვენ, რადგან ისინი კარგი ადამიანები გამოვიდნენ და ჩვენ ქვეყანას რო გამოადგებათ, ისეთი კარგი ხალხი გაიზარდონ. ძალიან დიდი მადლობა ამომწურავი და საინტერესო პასუხებისთვის. კიდევ ერთხელ წარმატებებს გისურვებთ უკვე დარცის სახელით. ეხლა უკვე თქვენის ნებართვით გავესაუბრებით ევროპის ჩემპიონებს. მადლობა. გამარჯობა ჩემპიონებო, დღეს ევროპის ჩემპიონებს შევხვდით კონტაქტურ კარატეში და ჩემთვის ძალიან დიდი პატივია რომ გაგიცანით და სანამ გადავიდოდეთ თქვენ სპორტულ მიღწევებზე, მანამდე მოკლედ დაგვიხასიათეთ თქვენი თავი. მოგესალმებით, მადლობა რომ დაგვითმეთ და მოგზანდით. ჩემთვის რაც შეეხება პირველ რიგში რაც ვსაუბრია, უნდა ვიყოთ შრომის მოყვარეები და შრომის მოყვარეებიდან გამომდინარე მოდის ყველაფერი. მადლობა პირველ რიგში მობრძანებისთვის და ფასებისთვის. რაც შეეხება ჩემს თავს, ვარ ძალიან შრომის მოყვარე, მიზანდასახული. მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა რომ დაგვიდგენთ თქვენი ძვირფასი დრო და რაც შეეხება ჩემ თავს, ასევე ვარ შრომის მოყვარე და რავი, შრომის მოყვარეებიდან მოდის ყველაფერი. მოგესალმებით, ვარ შრომის მოყვარე, თავდახრილი ადამიანი ვარ და ვარ 15 წლის. მადლობა. ძალიან საინტერესოა, რამდენი ხანია ხართ კონტაქტური კარატით დაკავებული და რამდენ ხანს უთმობთ დღის განმავლობაში სპორტს? ამ სპორტით დაახლოებით 5 წელია ვარ დაკავებული და ეს სპორტი უკვე ჩემი ცხოვრების წესად იქცა. მომზადებას რაც გააჩნია, მომზადების და მიუხედავად უთმობთ სპორტს დროს, ამ შემთხვევაში არაფერს არ მომზადებით ჩვენ და დაახლოებით 1-2 საათით უთმობთ დროს. მე ამ სპორტში ვარ დაახლოებით 9 წელია და რაც შეეხება სპორტს ვუთმობ 2-დან 3 საათამდე. მე ამ სპორტში ვარ 8 წელი უკვე და ასევე რისთვისაც ვემზადებით, მაგალითად შეჯიბრის რომ ვემზადებოდით ევროპის ჩემპიონატისთვის, შეკრება რო გქონდა, დღეში ორჯერ გქონდა ვარჯიში 2-2 საათი. ანუ გამოგვივიდოთ დღეში 4 საათი და რო არაფერისთვის არ ვემზადებით, დღეში 2 საათი გამოგვდის ვარჯიში. სპორტში ვარ 9 წელი და ასევე უთმობ 2-3 საათს დღეში. ანუ უფრო გაძლიერებულად ვარჯიშობთ თუ წინ რაღაცა მნიშვნელოვანი შეჯიბრი გელოდებათ. გასაგებია. ედგარ, რატომ კარატე და არა სხვა სპორტი? ჩემი აზრით კარატე არის უფრო საბრძოლო ხელოვნება ვიდრე სპორტი და ჩემთვის კარატე არის უკვე ცხოვრების წესი. ამ სპორტში ვარ უკვე მე-9 წელია და ჩემი ცხოვრების წესია და რატო კარატე და არა სხვა სპორტი? იმიტომ რომ თავიდანვე მომეწონა ეს სპორტი და რავი, რომ შევერთებ ედოს სიტყვებს, არის უკვე ჩემი ცხოვრების წესი და ნამდვილად ძალიან მიყვარს ეს სპორტი. ანუ სხვა სპორტში თქვენს თავს ვერ ხედავთ? რატო კარატე და იმიტომ რომ მე დავინახეთ ჩემი თავი ამ სფეროში. მომეწონა ძალიან, როდესაც მივედი პირველ ვარჯიშში დავაკვირდი, ჩემი თავი დავინახე ამაში და მომავალი გათვლები მქონდა, რომ უკვე წარმატებული სპორტსმენი ყოფილიყავი, როგორც ჩემი გუნდელები არიან, როდესაც შემოვედი და დავინახე ასეთი მომზადებულები იყვნენ ყოველი ვარჯიშისთვის, შეჯიბრისთვის ამზადებოდნენ და უკვე გაცილებით ჩემზე მეტი გამოცდილება ჰქონდათ ამ სფეროში, მეც მომინდა რომ ჩემი მეგობრებისთვის და ჩემი გუნდელებისთვის მიმებაზა და გავხდარიყავი მსოფლიოს, ევროპის და სხვა მრავალი გზის ჩემპიონი. და უკვე დიდ წარმატებას მიაღწიეთ 19 წლის ასაკში და წარმატებებს გისურვებ წინ ძალიან დიდ დროა ჯერ.
მეღაც შემეხება აქამდე სხვა სპორტის სახეობებშიც მონაწილეობდი, მაგრამ როდესაც შემოვიდი კარატეზე, ესე ვთქვათ, აქ ვიპოვე ჩემი თავი, როდესაც დავინახე ის ბიჭები როგორ შრომობდნენ, ესე ვთქვათ, მეც მომცეს მოტივაცია და იმის შემდეგ დავუყალავად მივყვები ამ სპორტს. ლუკა, აუცილებლად უნდა გკითხოთ წვრთნელზე, თქვენს პედაგოგზე, იმიტომ რომ ალბათ ძალიან დიდი როლი აქვს თქვენს წარმატებებში. დიახ, ჩემი წვრთნელი ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის და ჩემი ყოველივე წარმატება და ყოველივე გადადგმული ნაბიჯი, რაც წარმატებას უკავშირდება, მისი დამსახურება და მისთვის მე ძალიან დიდი მადლობელი ვარ მისთვის. ის ძალიან ბევრს მავარჯიშებს და სულ მომზადებს ჩემპიონატებისთვის და მე მადლობას ვუხდი ამისთვის, რაც ჩემი წარმატება არის, მისი დამსახურება არის პირველ რიგში. მადლობა, მალხაზ. ჩემს შორსაც შეეხება ის ძალიან ბევრს მუშაობს ჩვენთვის, ძალიან ბევრ დროს გვითმობს და ძალიან დიდ მადლობას ვუხდი მას ამ დროის გაღებისთვის. ძალიან ბევრ შრომობს და ჩვენც რა თქმა უნდა მის შრომას პატივს ვცემთ და მის შრომიდან გამომდინარე ჩვენც წარმატებას ვაღწევთ. რა შეეხება ჩემ წვრთნელს, ასე ვთქვათ, როგორც მეორე მამაა ჩემთვის და მისი დამსახურება არის როგორი ადამიანი ვარ ახლა. მადლობა ძალიან დიდი საინტერესო პასუხებისთვის. აუცილებლად უნდა გკითხოთ მშობლების და ოჯახის როლზე, იმიტომ რომ სპორტი ძალიან დიდ შრომას და ენერგიას მოითხოვს და როგორ შეხვდნენ აი ამ თქვენს გადაწყვეტილებას. მშობლებს რაც შეეხება, ანუ როგორც ისიც ძალიან ტრავმული სპორტია და თავიდან არ უნდათ, მაგრამ მე რო გააცნობიერებს, რომ ამ სპორტში ვარ უკვე, ამ სპორტში მივახცე წარმატებას და ასე ვთქვათ, მათაც დაინახეთ ჩემი თავი, ესე ვთქვათ, უკვე გვერდში მიდგანან და ისინიც ძალიან დიდ мотивაციას მაძლევენ, რომ უფრო მეტი და მეტი გავაკეთო ამ სპორტისთვის. ჩემი მშობლები ჩემთვის დიდი мотивაციაა და როდესაც გავდიოდი შეჯიბრზე და როდესაც ისინი მე მიყურებდნენ და ჩემს კარიერულ მოღვაწეობას თვალს ადევნებდნენ და მათ როდესაც წარმატებას მივაღწევდი და მათ სახეზე ღიმილს ხედავდი, უფრო მეტი мотивაცია მქონდა და უფრო მეტი მიზანი მქონდა, რომ უფრო დიდ მწვრთნელებს მიეღწია და ჩემი მშობლები გამეხარებია ამისთვის. ჩემი მშობლები რო არა, მე ვფიქრობ, რომ ამ წარმატებას ვერ მივაღწევდი. ჩემი მშობლები ჩემთვის არიან პირველი მოტივატორები, რაც შეეხება თუნდაც დამარცხებას, არასდროს არ ყოფილა ისეთი რაღაც, რომ დამარცხების დროს რაღაც ჩემთვის ცუდი რაღაც ეთქვათ, სულ ჩემს გვერდით იდგნენ და როდესაც რო გავიმარჯვებდი, აი მათ სახეებზე ღიმილს, აი რავი რა. არაფერი არ გერჩივნა ხა? ჩემი მშობლები ასევე ჩემთვის მთავარი მოტივატორები არიან და ასევე ამათი დამსახურება არის რაც როგორ წარმატებას მივაღწიე და გვერდში მიდგანოთ სულ. ახლა მინდა სკოლის მოსწავლეებს გკითხოთ, როგორ უთავსებთ ამ დატვირთულ გრაფიკს სკოლას? რა თქმა უნდა, სკოლას ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, მაგრამ სპორტს და სკოლას შეძლებისაგვარად უთავსებ დროს. რაც შეეხება სკოლას, მე როდესაც შეკრებაზე ვიყავი, ვერ ვახერხებდი სკოლაში მისვლას და როდესაც დავამთავრე შეკრება, უკვე სკოლაში დავდიოდი და დილით სკოლაში ვიყავი საღამოს ვარჯიშზე და ანუ ძალიან მარტივად უთავსებ ერთმანეთს რა. მე აქ, როდესაც თქვენს ვარჯიშს უყურებდი, დავინახე გოგონები და მაინტერესებს თქვენი აზრი ქალ კარატისტებზე, რას ფიქრობთ? იგივე мотивაციით მუშაობენ ისინიც, როგორც ბიჭები. დარბაზში ისინი ბიჭები არიან, დარბაზში შემდეგ ქალბატონები. რა თქმა უნდა, ეს ეხმარება მათ, იგივე მიზანი აქვთ მათ, იგივე შრომასდებენ ამაში. ძალიან საინტერესო პასუხი იყო, მომეწონა. როგორც ჩვენ მომზადებით, ანალოგურად ემზადებიან გოგონები და მე ვერ ვფიქრობ, რომ რაღაც გენდერული სხვაობა არის ამაში. როგორც ჩვენ ვშრომობთ და როგორც ჩვენ ვარჯიშობთ და ვიხარჯებით, ანალოგიურად ვარჯიშობენ გოგონებიც. კი, ეს შევამჩნიე სხვათა შორის. ჩვენ ვარჯიშობთ, ვარჯიშის პერიოდში მე გოგოების შორის და ბიჭების შორის სხვაობას ვერ ვხედავ, რადგანაც გოგოებიც ისევ იმ შრომას დებენ ამაში, რომ ჩემპიონები გახდნენ და ისევ ვდებ ჩვენაც. ანუ არანაირი სხვაობა არ არსებობს რა. ჩემი აზრით სხვაობა არ არსებობს, იმიტომ რომ ისევ ვარჯიშობენ გოგოები როგორც ბიჭები და ასევე გადიან შეჯიბრებზე
ჩხუბობენ და ასევე ვაფასებ გოგოებს. სანამ გადავიდოდეთ ჩვენი გადაცემის ყველაზე არაფორმალურ ნაწილზე, მანამდე მითხარით თქვენი ბოლო წარმატების შესახებ. დაახლოებით 2 კვირის ვიყავით ევროპის ჩემპიონატზე ქალაქ კლაიპედაში, სადაც ჩავატარე 4-2 ბრძოლა. ძალიან გამიჭირდა 4-ვე ძალიან მაგარი ბიჭი შემხვდა. ფინალს რაც შეეხება ქართული ფინალის შედგა, გავხდი ჩემპიონი და ავაჟღერეთ ქართული ჰიმნი. აი თუ ელოდებოდი შენი ემოციების შესახებ რომ მოგვიყეთ იქ. რა მომზადებაც გავიარეთ და რა შრომაც ჩავდე, იქიდან გამომდინარე, ჩემი თავის მჯეროდა რომ უფალი ჩემს გვერდით იყო და ამ ემოციებსაც ველოდი. ძალიან დიდი მადლობა. როგორც უკვე ვახსენეთ, 2 კვირის უკან ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი. ჩავატარე მე პირადად 4-2 ბრძოლა. ყოველი 2 ბრძოლა იყო ძალიან საინტერესო და ძალიან დაძაბული 2 ბრძოლები. რაც შეეხება მეორე ბრძოლას, დავამარცხე 2 გზის ევროპის ჩემპიონი და ფინალში შევხვდი იქაური მასპინძელს, ლიტველს. თანაბარი ბრძოლა იყო და უკვე ბოლოსკენ ტრამვების და ემოციების მიუხედავად დავამარცხდი. აქამდეც მქონია ბევრი წარმატება, ბევრი საერთაშორისო ჩემპიონატის გამარჯვებული ვარ, ასევე საქართველოს, ასევე აჭარის, კავკასიის და მრავალგზის ჩემპიონი ვარ, ესე ვთქვათ, საქართველოს. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი აქედან რომელი ყოფილა? ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპის ვიცე-ჩემპიონობა იყო ჩემთვის. ასევე მეც ქალაქ კლაიპედაში შეჯიბრის დროს ჩავატარე 4 ბრძოლა. ბოლოს დავამარცხე, გამოვარჩევდი ფინალურ ბრძოლას, რომელშიც დავამარცხე პოლონელი მებრძოლე. მას ვეჩხუბე 2 დამატებითი რაუნდი და რის შემდეგაც მე შევძელი იმის დამარცხება. მანამდე სანამ შეჯიბრი ჩატარდებოდა, გავიარეთ ძალიან მაგარი შეკრება 10 დღიანი ბათუმში და გავძლიერდით ძალიან მაგრად და რის შედეგადაც გავხდი ევროპის ჩემპიონი. მანამდეც ბევრი ტურნირი მქონდა მოგებული, მაგრამ წელს ჩემთვის ყველაზე მთავარი ტურნირი იყო ევროპის ჩემპიონატი, სადაც მე გავიმარჯვე და ეხლა ვემზადებით საერთაშორისო ტურნირი გვაქვს ოქტომბერში ბათუმი ოპენი და სადაც შევეცდები საუკეთესო სინჯის მედალის მოპოვებას. მადლობა. წარმატებებს გისურვებ აუცილებლად. რა შეეხება ამ ევროპის ჩემპიონატს, ჩემთვისაც ყველაზე მთავარი ჩემპიონატი იყო. ჩავატარე 4-2 ბრძოლა, 3 დამაჯერებლად გავიმარჯვე და ბოლო ქართულ ფინალში დავმარცხდი. ეს მე არ მაყმაყოფილებს და ჩემი აზრით გავხდები ევროპის ჩემპიონი. ნამდვილად мотиваცია მთავარია. мотиваცია მოგცეს პირიქით ამან. როგორც მივხვდი, კარატეში მთავარი მონაწილეობა და არაგამარჯვება ეს დევიზი თქვენთან არ არსებობს, მთავარი არის მოგება და ამისთვის იბრძვით. ძალიან დიდი მადლობა, ჩვენი გადაცემა უკვე დასასრულს მიუახლოვდა, ძალიან ბევრ წარმატებებს გისურვებთ.